დღეს მე გაჩვენებთ სად შეგიძლიათ გაატაროთ უმაგრესი დრო ბათუმიდან სულ რაღაც 15 წუთში. დააგროვოთ უდიდესი მოგონებები, მიიღოთ უმაგრესი ადრენალინი, ჭამოთ გემრიელად, იცეკოთ, იმხიარულოთ და გადაიხადოთ დაბადების დღეები, ბანკეტები თუ ასე შემდეგ. ჩვენ ვიმყოფებით სოფელ დოლოგანში, რესტორანი კი არის დოლოგნის ხეობა. ვიდეოს მიზანი ეხა რა არის? წავიდეთ კვადროებით, ნახოთ მაღალი აჭარის ხეივანი, ნახოთ ჩანჩქერები, ნახოთ ისეთი ბუნება, რაც ყველა ბუნების მოყვარულ ადამიანს გაგისწორდება. დავიმუხტოთ ენერგიებით და მივიღოთ კვადროებით ძალიან მაგარი ემოციები. შემდეგ მოვიდეთ ჩვენს რესტორანში, გავაკეთოთ პატარა დეგუსტაცია, ვნახოთ რა როგორ რანაირად რასამზადებენ, რა დვიჟენიები გვაქვს. აი ესე შემდეგ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბათუმიდან დაახლოებით 15-20 წუთის სავალია, ვიმყოფებით პირდაპირ გზის პირას. ამ ვიდეოში ნახავთ იმ ყველაფერს, რასაც გთავაზობ აი ეს რესტორანი, ტურებს და ყველაფერს და ასევე ნახავთ იმ ისტორიულ ფაქტებს, რაც ამ ხეობას ახლავს. გააგრძელეთ ვიდეოს ყურება, მანამდე დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წავიდეთ. დოლოგნის ხეობა მდებარეობს აჭარის მთიანეთში, დღევანდელი ქედის ტერიტორიაზე. მთიანი აჭარის ეს ნაწილი შედიოდა იმ ქსელში, რომელიც სანაპიროს შიდა რეგიონებთან აკავშირებდა. შუა საუკუნეებში ეს გზა მხოლოდ ადგილობრივი გადაადგილებისთვის არ გამოიყენებოდა. ეს იყო სავაჭრო არტერია, რომლის გავლით მარილი, ღვინო, თაფლი და სხვა პროდუქცია მოძრაობდა შავი ზღვის სანაპიროებისკენ. სანაპირო ზოლს აკონტროლებდა ციხესიმაგრეები. მათ შორის რეგიონებში არსებობდა თავდაცვითი კოშკები და ციხეები, რომლებიც თვალს ადევნებდნენ როგორც სავაჭრო, ასევე სამხედრო გადაადგილებას. მე-6 საუკუნიდან აჭარა მოექცა ოსმალების იმპერიის გავლენის ქვეშ. დაიწყო ის პერიოდი, როცა რეგიონში ადმინისტრაციული და რელიგიური ზეწოლა გაძლიერდა. სწორედ ამ დროს მთიან აჭარაში ქრისტიანული ტაძრების ნაწილი განადგურდა, ან მიტოვებული გახდა. ისტორიული წყაროები ან ეთნოგრაფიული კვლევები მიუთითებს, რომ ადგილობრივები ხშირად ტყიან ან მიუვალ ადგილებში აშენებდნენ მცირე ზომის ეკლესიებსა და სალოცავებს. მთიანი რელიეფი ბუნებრივ ფარად იქცა. ხეობები, ტყეები და კლდეები ხელს უწყობდა იმას, რომ სარწმუნოებრივი ცხოვრება სრულად არ გამქრალა. ზოგი ტაძარი მიწაში ნახევრად ჩამალული ან ტყით დაფარული შენდებოდა, რათა ყურადღება არ მიექცია. მიუხედავად რამდენიმე საუკუნიანი ოსმალური მმართველობისა, დოლოგანში ფართოდ შემორჩა ქართული გვარები. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ინარჩუნებდა ქართულ ენას, ზეპირსიტყვიერ ტრადიციებსა და საგვარეულო მეხსიერებას. ეს კულტურული მდგრადობა გახდა მიზეზი იმისა, რომ მე-19 საუკუნეში, როდესაც რეგიონი გადავიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ქართული იდენტობა კვლავ კაფიოდ არსებობდა. დღეს ეს ხეობა მშვიდი და თვალწარმტაცი ბუნებით გვხვდება, თუმცა მისი ლანდშაფტის მიღმა იმალება სავაჭრო გზების, ციხე-კოშკების, ფარული სალოცავების და ადამიანების სიმტკიცის ისტორია, რომელმაც ეს მიწა დღემდე მოიყვანა. უმახერა ვარ ძმა. მე ხა ჩავაჭირე. რა მაგარია ბიჭო! მოდი! აბოზე გავედი ეგრევე! აუ რა кайფია ბრატ! აუ ხوار გადაო შენ! კაროჩე, ესეთი ადრენალინი ეხა მე რასაც ვსვრო, кайხანი არ მიგდრია ბიჭო ეხა და აუ ხوار გადაო! ლევიცა! ბრატ! დავით! ოპა! აი ესეთი ადრენალინი? დავით! არ ვიცი, ამას ნაgrát არ ველოდი რა. მენა მარტო ამის გამო კი წამოსვლა ძმა. მოდი! ამას შეხედეთ. პროსტა ქართველი, რომელიც საქართველოსი არ ამაყობს, არ ვიცი, მაშინ არ მაქვს თქვენთან სალაპარაკო რა. აი ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ისე უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ არ ვიცი. ესეთ რაღაცები ძალიან იშვიათია. 15 წუთის სავალზე წარმოიდგინე, რომ ამოდიხარ ვაცეს სხვა გარემოში, ზაფხულში აქ სურვის დვიჟენიაც არის წარმოიდგინე, ჩანჩქერი თავზე და შენ მენა პატარაზე გაცურე და დვიჟენია რა. სიტყვებით ვერ აღწერ, პროსტა ისეთი ემოციების მომტანია, თუნდაც ეს გარემო, თუნდაც ის კვადროები, რომ უნდა ნახოთ, თქვენ თვითონ უნდა გატესტოთ ყველაფერი ვაფშე რა. ჩვენაირი ქვეყანა არის თითზე ჩამოსათვლელი. გთხოვთ მეგობრებო, შეიყვარეთ საქართველო, მოუფრთხილდით, იზრუნეთ იმაზე, რომ ეს ქვეყანა ჩვენ შევინარჩუნოთ. საქართველოში რა ადგილია ისე, რომელიც ისტორიული არაა მეღა და ყველა ადგილს რაღაცა პრობლემა ქონდა. ხან თურქები გვიტევდნენ, ხან რუსები გვიტევდნენ, ხან ვინ გვიტევ. რავი, ოსმალე ამათი
საათნახევრიანი ტურია, კაროჩე რა. საათნახევარი იკაიფებთ, იგულავებთ, ზაფხულში იცურავებთ. თქმების თამაში მევასება რა. შენ მიჩვეული ხარ უკვე ამას იმდენჯერ გაქვს ნანახი, მაგრამ მე პირველად ვნახე რა. ერთი თხილნარში ვიცი რომ ჩანჩქერი გვაქვს და იქაც დიდი სიამოვნები და დაჟე თხილნარში ვიყავი, ჩემ კლასელებთან ერთად რა ბოლოს არის ამბავი თუ არ მახსოვს, კაროჩე, მაგრამ ვიყავი ერთი ექსკურსია მქონდა ის თხილნარში ზმა. 2026 წლის ჩემი მიზანი არის ის, რომ მთელი საქართველო მოვიარო რა. ყველაზე დიდი ინტერესი მაქვს ქართული ხუროთმოძღვრების, რომელსაც ევროპულიც და რუსულიც, აზიურიც გავლენებიც ჰქონდა რაღაც პერიოდში ჩვენს ხუროთმოძღვრებას და ეკლესიებს და მინდა რომ ყველა ეკლესია, ყველას ვერ ვნახავ ეხა ერეთში იმდენია. ქუთაისიდან პირობითად წითელხევში ან ბაღდადში რო გადიხარ, ყველა სოფელში აი ქუთაისიდან ოდნავ გახვალ და ეკლესია დგას. მე ზოგადად ქუთაისი ძალიან მიყვარს თავისი ისტორიით, თავისი ხალხით და ბევრი გადაავსო თბილია ხალხი და რაღაცა, მაგრამ განსხვავება ძალიან დიდია ქუთაისელ მაცხოვრებელს შორის და სხვა კუთხეების მაცხოვრებელს შორის. რა არ ვიცი ეგეთი სიმპათიით რატო გამოვირჩევ ქუთაისის მიმართ, მაგრამ რაც მე მიფიქრია ამ კონკრეტულ საკითხზე არის ის, რომ ხალხი ვაფშე სხვანაირად უყურებს და სხვანაირად აფასებს თავის კუთხეს რა. იმიტომ რომ ხვდებიან ისტორია იციან რომ სად დაიბადნენ, ემაყებათ რომ ქუთაისლები არიან და ჩვენ ბათუმში, აჭარაში ესეთი ადგილები გვაქვს და ყველა აჭარელმა და არა მარტო აჭარელმა მიზნად უნდა დაისახოს თუ 2026-ში არ გამოვიდა სხვა წლებში მაინც რა, რომ ეს კუთხეები, ესეთი ღირსშესანიშნავი ადგილები აუცილებლად დაათვალიეროს და მე მაგ ეგიდია ზუსტად. და ეს იქნება რა თქმა უნდა იუთუბერულად. ამიტომ გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. 200 მეტრი გამოვიარეთ, დაჟე 200 მეტრზე მეტი არ გაგვივლია და კიდევ უფრო მეტად აგრილდა რა. ან ხო ხდები 200 მეტრში როგორ შეიძლება რომ რაღაცა სხვაობა მოქცეს რა. გეუნები, დალოსვილ ქვეყანაში ვცხოვრობთ რა. წეღარას მეუნებოდი? ანუ რამდენჯერაც არ უნდა ამოვიდა მეთქი რა. სულ ეს რეაქცია მაქვს აკავრობაზე. ნუამაზესია უბრალოდ. მე არ მომბეზდებოდა მაგალითად სკვადროების ვიჟენია, ამოდით ხარ. თან ბიჭო, გადაობა რა არის, იცი? პირველ ჩანჩქერზე ხო შედარებით გრილოთ. მე კაროჩი რა გავიარეთ რა, დიდი არაფერი არ გაგვივლია, უცებ დაგაჩერებინე. ყველაზე ხარ კიდევ უფრო მეტად აგრილდა, სხვა. 100 მეტროს გადიხარ და სხვა სამ. ხო, ვაფშე ხო, სვეჩი იმენა. მართლა 100-200 მეტრს გაივლი და ვაფშე სხვა ჰავა ეხა არ იქნება, მაგრამ სიგრილის პონჩი ვამბობ რა, სიცივეს ვამბობ რა. ზვისტოში რა. ხო. აგვისტოში რო იწვის ყველაფერი, აქ ცივა. ეხა იმენა ყველაზე მაგარი ოფროუდი უნდა მოვხოდოთ. იმენა ოფროუდი, ეჭანა. მოდი მე. არ გადავარდეთ. სადაც რამე სადავარდეთ. აუ, ნახე, დინარეთში გადავდივარ. ჩაახედე. აქ მოიწელი მელაოს რა. ამი, ხოველია, რა. ეხა. ოი! დედე, გავიხალი, ხელი მეძინა. კამერა, მე დაი, ბრატ. ნახე, ბიჭო, აი ხა შეიძლება გადავხეს, მაო რა. შეხედე, ბიჭო. მახერი ვარ რა. არა, გაუ. მანქანიდან დაიარო, უნდა ამოვხილო კვადროები. კაროჩე, იქ ხო ერთი ჩანჩქერი, ხო და აგერეს მეორე ჩანჩქერია რა. და ეს მეუბნება რომ არაო ეს ჩანჩქერიო, არაო. კიდე ერთი ჩანჩქერიაო, მაგარიო. ჩანჩქერია ბრა, ნახე ბიჭო შენ. აო, ეს არ გართობა და დროის წარება, აო. აუ, გასინჯეთ, მოგან გაფიცეთ რა. მადლიანია ეს ქვეყანა ზმაო რა. ისე შეჩენა სადღაც თავში ეხა ძროხები რო აფსავდნენ ამაში, მე ხო ამახსოვს. ქართველებს რაც არ გვიჭირს წყალია ზმაო. ერთი ბორჯომში მინდა უეჭველი ვიზიტი, ბორჯომი მინდა რომ გავსინჯო. ცოტა გოგირდის გემოდაყვება მაგას და დიდად ვერ ვკაიფობ, მაგრამ მევასება მაინც რა. ოპა, აქედან ვერ ავჭი. აჯიკა. კვადროები დავტოვეთ, იმიტომ რომ აქ მეწყერი ჩამოწვა და ფიზიკურად ვეღარ ვაგრძელებთ მე კვადროებით გზას. თან წყალი ადიდებულია და კვადროებით იმდინარეს ახლა ამ ეტაპზე ვერ გადმოვკვეთავთ რა. ზაფხულში შეგიძლიათ ბოლო ჩანჩქერამდე კვადროებით ამოხვიდეთ. პროსტა ახლა ეს სიტუაცია დაემთხვა, ახლა ზამთარია სანამ გაკეთდება გზა და რაღაც. კაროჩე, ახლა ავდივარ ყველაზე მაღალ წერტილში, რასაც ეს ტური თავაზობს და ყველა ხედს, ყველა გარემოს ჩემთან ერთად თქვენს დაათვალიერებთ. მაგარია ძმაო რა.
ლევ, არ უნდა ვიარო მთელი საქართველოს მასშტაბით. მე არ უნდა მყავდეს სპონსორი, რომ საქართველოს მოვიაროთ. ამერიკამდე მისვლამდე ბრატ, ყველგან ვარ თითქმის 1-17 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ტურისტულად არა, რა თქმა უნდა რა, მუსიკოსი ხო ვარ მე და თან არქიტექტორიც რო ვარ. ლევი ხო ხდები რა, ანუ ყველაფერთან იუთუბერიც რო ვარ და თან ეს არქიც რო უნდა გამოიწერონ, მაგასაც ხვდებით ალბათ, ხო? ყველა იასნია. და ზარის ღილაკი რა თქმა უნდა, რომ მაგის გარეშე საქმე არ კეთდება ძმაო. ავი ალბათ დროთა განმავლობაში გამოჩდება, ვიცი რომ გამოჩდება, დარწმუნებული ვარ, აბა ამ საქმეს ყულა არ ვაკეთებ ძმაო, დარწმუნებული ვარ. ჰოპა! კაია რომ ბატონები ჩავით. ჩემთან ერთად ჩვენს იმოგზაურებთ საქართველოს იმ კუთხეებში, რომლებშიც გინდათ ან არ გინდათ მოგზაურობა, მაგრამ დამერწმუნეთ, ყველა ჩემი მოგზაურობა იქნება საინტერესო. ახლა ტურისტები სუდადიან ზვა. ტურისტები რანაირად ჯობის, ქართველებს გითხარით? პროსტა თემა რა არის, იცი? ეგეც არის რა. მე ზაღირა. ქართველების ვარიანტი რა არის ეხა რა? იმდენად გატრუხებული გვაქვს ბუნება, ჩანჩქერები, რომ დიდ დატვირთვას ვერ ვაძლევთ რა. ვერ ვკაიფობთ ამით, მაგრამ თუ ერთხელ დაუჭერთ მუღამს და ერთხელ გაგისწორდებათ, ამიჯერეთ მე აი ესეთ ინტერაქციულ გართობას, ინტერაქციულ მოგზაურობას ვეღარ შეეშვებით რა. ეს არის ჩემს არხზე პირველი ქალაქ გარეთ ვიდეო, რომელიც თითქმის იგივეა რომ მოგზაურობას ან რაღაც ხედების დათვალიერებას ეხება და აქედან შემდეგი უნდა იყოს აი ესე რომ გავყვე გურია და გურიიდან რომ წავიდე მე იქე ძევით ავიდე რაჭაში მე ისე ქვევით ჩამოვიდე ზმა მე დმანისი ვნახო უეჭველი ზმა დმანიში ხო აი ეს მუზეუმში ზეზოადამზიას თუ ზმანისის მუზეუმში არა თვითონ ზეზოადამზია თაფლში რა თაფლში შენახულია სვეჟები აი ბიჭო გაიჩი მაგარი სვეჟი ბიჭი ნახე პროსტა სად მოვედი ძმაო ისე მაგრა გრიგოა და ისე მაგრა დასწორებს ეხა ჩამოვედი ჩანჩქერის პირას ბიჭები არიან ზევით და მეძახია ხო არ დაიკარგეო პატარაზეო მაგრამ ხო აქ ვარ ძმა რა ამოვ სხვაგანაა ჩანჩქერი? სხვაგანა ნაიადაა ჩანჩქერი, აგერაა ჩანჩქერი ბიჭო. მაგი არაა ჩანჩქერიო, აბა რა არის მობაზგა ეს ჩანჩქერი რანაირად არა. ამ წარმოიგინე 50 მეტრი არის სხვაობა და კიდე ერთი ჩანჩქერია ზღა. მე ვფიქრობ რომ ახალი ტენდენცია უნდა ტენდენცია რა უფრო ტრადიცია. ინფილაცია, კოლაბორაცია, კოჰაბიტაცია. სურვილი უნდა ჩავიფიქროთ ამ ხეში რომ გავარ. მე ვფიქრობ 2026 წელს 100.000 გამომწერზე უნდა ავიდე. ოა შესაძლებელი ბებერ. შეხე ბიჭო. მაგარია. შეხე ძმა, აი ჩანჩქერი. მაგარი კიდეები კიბლა. აი ძმაო ჩანჩქერი. აი სიგრილე დავსვენ ძმა. თურმე სადრ. ეს რა ბიჭო. ვაშვები ძმა. კამერა დაასველა ბიჭო ნახე რა ადგილია აქ ფოტო გადამიგეთ რა ფოტო ყველამ უნდა გადაიღოს პეპერო ნახე ძმაო კამერაში როგორ ჩანს არ ვიცი აუ ძალიან მაგარია კაროჩე ესეც ჩანჩქერი მე აჭარაში არ მინახია ზვა წარმოიდგინეთ რომ ჩანჩქერი ზევიდან მოდის და ქვევით გახართ და ეს მთელი წყალი გეცემა რა თეს ხეულზე დავით ზაფხულის ვიზიტი უეჭველი მჭირდება რა დღეს რო გაყოფილი ვარ და დღეს რო ემოციები მივიღე ეგეთი ემოციები კაი ხანი არ მიმიღია ზმა ჯერი მკვადროებმა ხო რა ენერგიაც ხონდა და რა ადრენალინის ყველაფერი გამომახარჯი მე ეს ვაფრიერად სველიო რა შეფე ეგ კიდე არ ემჩნევა გძნობ პროსტა დასაცმელზე რა ის პატარ-პატარა შეხები რო ეცემო და ძირში მაგრამ დამასვევა კაროჩი ხო და ეხა მივდივარ ბიჭო ეხა რა შევჭამ შეიძლება სუბრა გადავჭამო ზმა ისე უნდა გვეჭამავდა მეთქი ნაჭამი აქ პონტია და არა მოვიდოდი ხო აი აუ ჩემი რჩევა ჯერ ამოდით აქ გაათვალიერეთ მე ჩამოდით და ჭამეთ მაგრა იმენა მამა პაპურად რა საღოლ დავით ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კაი დრო რაც გამიტარებია ახლო მომავალში გამოვედით ეხა ფასებს რაც შეეხება რა ჩემი პრომოკოდით თუ ამოხვალ 40%-იანი ფასდაკლება გექნებათ კვადროებს ანუ ნახეთ ეხა როგორი სიტუაცია პატარა ტური პირველ ჩანჩქერზე რო ავედით ეგრე 170 ლარი და გამოდის 100 ლარა და ორი კაცი თუ მოხვალ და ერთ კვადროს იქირავებს 50 ლარი დამერწმუნეთ არაფერი არა ამ სიამოვნებისთვის და ამ ხედების ნახვაში პატარა ტურზე 4 კაცი თუ მოხვალთ
200 ლარად შეგიძლიათ ეს ბაგი დაიფრიოთ, დაიადოთ. მოკლედ ამით მაგრა იკაიფებთ. იმენა ესე ციცაბოზე რა რაღაცა 33 გრადუსიან დახრაზე დავისვლა ახლა, კაროჩ. ამ მათემატიკური დიჟენია ხდები. იმენა 34 წელი ვეღარ გაგაჩა უკვე რა. და დიდი 600 ღირს და 400-აც 100 ლარი მაგრა იკაიფებთ 4 კაცი რა. ეხა წავიდეთ, შევიდეთ რესტორანში. 2 საათიანი ტური გამოდის რა. 2 დაჟე ჩვენ ფეხით რომ მოგვიწია წასვლა, კიდე 2 საათ ნახევარ 3 საათი გავიღალეთ, მაგრამ ღირს ამიჯერეთ ღირს. ეს ყველაფერი გაიწმინდება ეხა, просто ამინდები ისეთი იყო რომ მიწა ჩამოწვა და რაღაცები. ტრაქტორი როგორც ვიცი, ბიჭებმა მითხეს რომ გამოძახებულია, უკვე გზას გაასუფთავენ, თქვენ ეგეთი პრობლემა არ გექნებათ. დიდი ტურის ფასი არის 350 ლარი ღირს და მანდაც 40%-იანი ფასდაკლება გექნებათ თუ მიხვალთ ასე. 200 ლარში რა, 200 ლარში გამოდის დიდი ტური კვადროები. და მიხვიდე ბარის სტოიკაზე, უნდა ჩამოდო ხელი და უთხრა. რაღაც აკლია და ყველაფერი იქნება აი 5-იანზე, რაც არ დააკვდება აკავრობას რა. მენდი აბა შევიწყოთ. ეს თიულურია, ხო? მე მგონი. ჩემი რა ძიძახი ხო რა უეჭველი იქედან უნდა ახვიდე, მოიარო ძმა, ნახო ყველაფერი, ჩამოხვიდე და სვეჩი. აქ არ უნდა ჭამო, კაროჩი, ჯერ უნდა ახვიდე, იკაიფო, მერე უნდა ჩამოხვიდე და ჩაწვეს მა. ხო, სასიამოვნო თიღლები. ხო, სვეჩი, იმენა სვეჩი ეგრე. ოურო, აი. თიულური უკეთესი იქნება. მე ვიღაცას ხინკალი არ ვუყურს, გამოვშტერდები. ქართველი კაცი რო ხინკალი არ არა, არიან ეგეთები. ვიცი რო არიან. მე მთელი ბავშვობა ხინკალს ხორცების გარშე ვჭამდი. კუჭი ყველაზე გიგელი მესმის. ძმა უეჭველი, ხო? მე ვერ ხვდები კუჭებს როგორ ტოვებს ძმა. კუჭი არის ფავორიტი ძმა. მე მეგობრებო ყველს არ ვჭამ. აი ეგრე განებივრებული ბავშვი ვარ გაზრდილი და ძალიან ცუდი მჭამელი ვარ ზოგადად. წითელ ხორცს არ ვჭამ ძმა. ნუ არ ხინკალში და კიდე იმაში რა, ბურგერში მოჟნა რა. ისე რა, აი წვადი რო წითელი ხორცს დამიდო არ შევჭამ რა. ღორს არ შევჭამ, ძროხას არ შევჭამ. არა შანსი რა. ძის ნაწამს ბახში არ ვჭამ. აუ, ჩემი რას მაზავს. რაღაცა არის კიდე ვარიანტები რომ ძის ნაწამს რაღაცებს ვჭამ, ნადუხს ვჭამ მაგალითად. აბა კიტრი პომიდორი ვნახოთ რა. ოპა, აი ულუფა ძმა, აი არ შეგენანება კაც შეზმობას ფიცაო, რამაში ფულით გადახდი. რესტორანში მოდის ერთი ცალი კიტრი, ერთი ცალი პომიდორი ძმა. მე მგონი 9 ლარი. 9 ლარი? არ ვიცი. 13 რა ღირს ეს? 14 პრობლემები მქონდა. მაგრამ სტანდარტული ფასია. აჭარბული. აუ, ჩემი მენა. აი ეს აჭამ, მე ციცაკა ძალიან მიყვარს მწარე, ამიტომ შესაბამისად. ოპა, ხალხი აგერს ხაჭაპურებს დაიმიეს უბაყუნებს, მე კიდე პამიდორს. ო, ციცაკაც მწარეა. აი, ყველაზე მეტად ვერ ვიტარ რესტორნებში რაც იცი. ციცაკა რო ვადევს, მოვალეობის მოხდის მიზნით. არასდროს არ მწარე. ფორმები. ოუ, თუ ხელი მოგიმართეთ ბიჭო. ამას ვეღარ შევჭამ ძმა, აღარ შემილი. გიგაცია. დავითამ შეჭამა და პაკურიწეს. სო რან ვეღარ შეჭამ რა. ხადაო? ან ძალიან სუპერ. 3 ყველი აქ თუ რა, ანუ რა ყველებია შიგნით? 2 ყველია რა. ყველია შიგნით ხაჭაპური, იმერული ხაჭაპური და დაადე აგერ ზემოდან. ზევიდან რა ყველია ძმა? სუგური. ჩემი აუ! სინონი მაგარია ძმა. საჭმელს ესეთ კაის მართლა არ ველოდი. ხინკალს რა შეეხება ეხა? რამე მწვანილებიანი ხინკალი არ მიყვარს? თიულ ხინკალს ყოველთვის ვამჯობინებ რა. სუდი არაა ეხა. ხინკალი შენ შეაფასე ქალაქურს მე ზოგადად არ ვჭამ რა. აი ეს მწვანილები და მწვანილების გემო მიკარგავს უფრო მეტ. აი ბევრი მეუბნება რომ მწვანილების გემო რო აქო ხინკალში მას რაღაცა მუღამი აქო. ეგ აძლევს უფრო ინტენსიურ გემოს აძლევს რა. რა მე მაგ ინტენსიურ გემოს ვერ ვეგუები რა. აი მენა მარტო ნივრით და რაღაცა კიდე აძლევენ მაგას. შაშკლავს თუ რაღაცას აძლევენ რომ გებრიელი გამოვიდეს. ხო რაღაც სუნელი აი ეგ მაგრამ ევასება რა. იმის ყვალობაზე რომ მე ხინკალს არ ვჭამ ქალაქურს მწვანილებიანს და დაჟე რო ეტყობა მწვანილები ხორცს აი მენა რა აუქნა ძმაო ეგრე განებივრებული გავიზარდე ძმაო რა რა განებივრებული იქნებოდი ძმა ყველი რო გეჭამა დავი ქალაქური არა მართლა არ ვიცი რატო რა განებივრებული რა ფერი ხავი რაღაცა რო იხარშება ნების ყველა ბოსტნეულს ვჭამ ვაფშე ყველა ბოსტნეულს ვჭამ ყველა ხილს ვჭამ მაგრამ ბოსტნეული რომ მოითუშოს ხახვი რომ მოითუშოს შანსი არ აქვს მე იმ საჭმელს პირი დავაკებ კარტოფილს რო ხავთან ერთად წვავენ აი მაწაკ-წაკებს იმენა შეიძლება ეხა გავიპარო აქედან რა კარტოფილი მიყვარს როგორ იცი შემილია ტიპმა რომ მითხას რომ ცხოვრების ბოლომდე რა საჭმელს შემწვარი კარტოფილი არ მომბეზრდება მთელი ცხოვრება შემწვარი კარტოფილი ვჭამს შენს მასპინძლობას
მასპინძლობას გაუმარჯოს, მართლა აი გემრიელად შევჭამე, კაი დრო ვატარე. ძალიან ვისიამოვნე, მადლიერი ვარ შენი დღევანდელი დღისთვის. ხო, რა თქმა უნდა, იმედია ჩემგან რაღაც პროფიტი მაინც იქნება. მაინც კი არ დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. ასევე მინდა ჩემს გამომწერებს გაუმარჯოს იმ ხალხს, ვის გამოც ზალა მაქვს, რომ აი ესე ბარტერულად რაღაცები გავაკეთო, აი ესე გემრიელად ვჭამო, გემრიელად დაგათვალიერებინოთ კაი რაღაცები და თქვენს გარეშე კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერაფერს ვერ შევძლებდი. ვერც ეხა და ვერც მომავალი 10 წელი თუ 20 წელი რამდენი წელიც იუთუბერი ვიქნები, ვერ შევძლებ. ის მადლობა შენ ძმაო, რომ ხარში დამიდექი და ესეთი კაი დრო გავატარეთ. შემოგვიყვება. მე რაღა დამჩენია გეტყვით იმას, რომ გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ზარიზღილაკი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამით ხარში დამიდგებით ძალიან მაგრად თან. ასევე აღწერაში იქნება Instagram-ი, ლოკაცია, ყველაფერი ამ ადგილის, შეგიძლიათ წინასწარ მიწეროთ, დაჯავშნოთ ადგილები და ისე შემდეგ და ჩვენ წავედით. დავაი, შაო ბამბინოს.